ნიკა მელია ჩაგვექნება პირდაპირ ეთერში ბატონო ნიკა რა ხდება თქვენი შეფასებით რატომ ხდება დავით ალბათ გაიგეთ უკვე თუ არ გაიგეთ გავიმეორებ 25 დეპუტატი არის ქართული ოცნების რიგები და კატეგორიული წინააღმდეგი თურმე რომ ხარი დაუჭირონ ამ საკონსტიტუციო ინიციატივას ახლა გეკითხებით ვინმეს კიდევ გჟერა რომ ეს 25 ადამიანი ერთბაშად ამბოხდა ხუნდაძეებიან კოლექტიური ხუნდაძეები ამბოხდნენ კარი დავიჯერეთ 2-3 ადამიანი ასეთი აღმოჩენილი იყო ხო 25 ხა ხო 20 ბიძინა ივანიშვილის უსიტყვო მორჩილებაში მყოფი არა ბიძინა ივანიშვილმა როლები გაანაწილა საკუთარ რიგებში და მაჟორიტართან ნაწილს ეუბნება რომ ეს პოზიცია მყარა დაიკავეთ დანარჩენებს ეუბნება არც ეუბნება დანარჩენებს რომ ბუნებრივად გამოჩნდეს მათი კონფლიქტი სინამდვილეში გადაწყვეტილია ბიძინა ივანიშვილი ჩაგდება მეტიც დარწმუნებული ვარ იგი ვაჭრობს ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს ვისთან ვაჭრობს რომელ საერთაშორისო პარტნიორთან ვაჭრობს ასე და მუქარანარევი ასე თქვათ მოთხოვნებით რაც მარიცის მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი რა თუ ეს ინიციატივა ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა და ამას არ მოყვება ადეკვატური რეაგირება ყველა პოლიტიკოსის მხრიდან და მე ჯერა და დარწმუნებული და ამის ნიშნები არის რომ იქნებით ადეკვატურები მაშინ არავინ აღარ ისაუბროს ისეთ რამ ქვეყნის უკეთეს ხმამდე მომავალზე ღირსებაზე სულში შეურაცხყოფაზე და შემდეგ აი აგერ ყველას ერთად გვაყენებენ უდიდეს შეურაცხყოფას არ გამოვალთ გარეთ და ამ ინიციატივის ხორცეცხლას კი არ მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის მარცხს მოვითხოვთ ეს გაკეთდება